ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ ირანში მოსალოდნელ სახმელეთო ოპერაციის დეტალებს. შეერთებული შტატები აბზადებენ ასეთ ოპერაციებს და ამაზე წერს მათ შორის ამერიკული მედია The Washington Post-ი მაგალითად საკმაოდ საინტერესო დეტალებს გვაწვდის ამ საკითხზე. წერს, რომ ოპერაცია არის გათვლილი კვირეებზე და არა დღეებზე, ასე ვთქვათ, და გეგმა მოიცავს სპეცრაზმის მუშაობას, ისევე როგორც სახმელეთო ოპერაციებს, მაგრამ შეზღუდული მასშტაბით. ეს მათი გათვლით უნდა მოიცავდეს არა ქვეყნის ოკუპაციის მცდელობას, არამედ მიზანმიმართულ ოპერაციებს. ეს რა თქმა უნდა არის ლოგიკური იმის ფონზე, რომ ოკუპაციას, ნაწილობრივ თუნდაც ოკუპაციას ირანის დასჭირდებოდა უზარმაზარი რაოდენობით შეიარაღებული ძალები, რომელიც თავის დროზე ჩვენ გვინახავს, ვიცნობთ მაინც ამ დეტალებს, ხო? შეიძლება პირდაპირ იმ პერიოდში არ გვინახავს, მაგრამ ერაყის ოპერაციიდან და გვახსოვს რა ტიპის ოპერაცია გამართეს იქ და რა მასშტაბის ჯარები იყო მობილიზირებული. ამხლა მაგაზე არ არის საუბარი, ეს მაინც არის შეზღუდული ტიპის ოპერაციებისთვის მზადყოფნა და მომზადება და შესაძლო სცენარებში Washington Post-ი წერს, რა თქმა უნდა, კუნძულ ხარკს, რომელიც არის ნავთობის მომარაგების საკვანძო და მნიშვნელოვანი ადგილი ირანისთვის, ანუ ცენტრალური ადგილი აი ამ ნავთობის გაყიდვის. შეგახსენებთ, რომ ირანის მშპ-ში, რომელიც არის დაახლოებით 300 მილიარდი იყო ომამდე 250 ხანდახან, მხოლოდ სუფთა შემოსავალი ნავთობიდან არის 80 მილიარდი დოლარი დაახლოებით. შესაბამისად, შეერთებული შტატებისთვის ამ კუნძულზე გადის ნავთობის უმრავლესობა ექსპორტის. ამ კუნძულის ოკუპაციას ექნებოდა წარმოუდგენლად დიდი ზიანის ეფექტი ირანული ეკონომიკისთვის, არა მხოლოდ მოკლე ვადაში, არამედ სტრატეგიულად. ანუ შესაბამისად ეს მისცემდა დონალდ ტრამპს შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში სრულიად სხვანაირად ივაჭროს ირანთან და ახალ კონფიგურაციაში ეს საკითხები განიხილოს. ამ მომენტისთვის რაც ზუსტად ვიცით, რომ არის 3500 ესე იგი სპეცრაზმის წარმომადგენელი მოდის აქ კონკრეტულად USS ტრიპოლის გემთან ერთად, გემზე, იაპონიიდან გამოსულები არიან და მოდიან უკვე რეალურად უკვე სადღაც ახლოს უნდა იყონ ეს გემი. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ამერიკიდან აგზავნიან, მოდით სახელებით ახლა არ ვიტყვი, მაგრამ იმიტომ რომ არ მგონია, რომ აუდიტორიას სჭირდება მაინც და მაინც დასახელება, რომელი დივიზიები არის, მაგრამ ზოგადად გეტყვით, რომ საჰაერო სადესანტო დივიზიების სხვადასხვა გადასროლა მიმდინარეობს რეგიონში. და ნუ გასაგებია კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციები შეიძლება იმართებოდეს, ეს არის სწორედ სპეცრაზმის მიერ მართული და კოორდინირებული ასეთი სპეციალური ოპერაციები. ამ მომენტისთვის პრინციპში რეჟიმის ცვლილება ან ქვეყნის ოკუპაცია აი ამ სახმელეთო ოპერაციების მეშვეობით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც გადაჭარბებული მოლოდინი, თუ ეს ასეთად აღიქმება რეალურად და ამის ნაცვლად ვფიქრობ, რომ რეიდები, სხვადასხვა სტრატეგიული წერტილის დაკავება პოტენციურად და შემდგომ თუნდაც იქედან გასვლა, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, კუნძულების ოკუპაცია არის საკმაოდ საინტერესო სცენარი. ეს მოდელი არის კლასიკური, რაც სპეცრაზმისთვის არის დამახასიათებელი, სწრაფი შესვლა, მისიის შესრულება, დარტყმები, გარკვეული განადგურება გარკვეული რაღაცის და შემდეგ გასვლა აქედან მარტივად და სწრაფად. ეს არის მათი მიზანი. რატომ არის ეს საკმაოდ სახიფათო, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ოპერაციის წარმოება? გასაგებია, რომ ირანს გააჩნია ჯერ კიდევ დრონები, რაკეტები, სხვადასხვა ნაღმები და მომზადებული წინასწარ პოზიციები. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ასეთი ტიპის ოპერაციის ფარგლებში უნდა მათ შორის ველოდოთ, რომ იქნება მსხვერპლი და მსხვერპლი იქნება მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი ალბათობით. რაც პრობლემურია,
შეერთებული შტატებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ შიდა პოლიტიკურად აზრთა სხვადასხვაობა არის. მოქალაქეების უმრავლესობა საერთოდ არ ემხრობა სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში კი აზრები არის ესეთი დუალური, გადანაწილებული, მოკლედ ზოგიერთს ეს მიაჩნია საჭიროდ, ხოლო ზოგიერთს პოლიტიკურად მიაჩნია მიზანშეუწონებლად ასეთი ოპერაციის წარმოება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ადრეც გვისაუბრია, არის რა თქმა უნდა ჰორმუზის სრუტის კონტროლი. იქ შეერთებულ შტატებს გამოცდილება გააჩნიათ ისტორიული, ასევე ირანთან ბრძოლის კონტექსტში 1980-იანი წლებიდან და შესაძლებელია, რომ სწორედ იყოს ისეთი ოპერაციები, რომელიც ჰორმუზის სრუტის დებლოკადას და კუნძულების დაკავებაზე იქნება მიმართული. აქ მე მომეცით უფლება ვივარაუდო კიდევ რამდენიმე პოტენციური მიმართულება, სადაც შეიძლება გაიმართოს ოპერაცია. შემდეგ როცა გაიმართება, გავარკვევთ. მართალი იყო ჩემი პროგნოზი თუ მცდარი. იმიტომ რომ ამის პროგნოზი არის, ასე გეტყვით, არც თუ ისე მომგებიანი საქმე, საკმაოდ რთული საქმე, მაგრამ ვეცდები უბრალოდ მათ შორის ჩემი გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე გარკვეული მაინც პროგნოზი გავაკეთო. ერთი შეიძლება იყოს ბანდარ აბასის ქალაქის დაკავების მცდელობა. ბანდარ აბასის ქალაქი დაკავება ზოგადად რთულია, მაგრამ ბანდარ აბასი თუ დაიკავე, მაშინ რეალურად შენ ორმუზის სრუტის დებლოკადა ხანგრძლივად გამოვგდის და მარტო კუნძულების ამბავი არ არის საკმარისი მაგისთვის. რა თქმა უნდა, ეგ იქნებოდა რთული ოპერაცია ძალიან, დიდი მსხვერპლით სავარაუდოდ, მაგრამ ეგ შეიძლება იყოს საწყისიც შემდეგ უკვე პროტესტის კერის რეალურად გავრცელებისთვის, მათ შორის შაჰრეზა ფეჰლევის მაგალითად იქ შემდეგ ჩასვლისთვის, რომელმაც ახლა ტექსასში კონფერენციის დროს სიპეკის კონფერენცია მიმდინარეობს, კონსერვატიული რესპუბლიკელების ასეთი კონფერენცია არის, ტრამპთან დაახლოებული, ტრამპისტების, ასე ვთქვათ, სადაც თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპი ამერიკის სიდიადის აღდგენისკენ არის მიმართულიო, ეს Make America Great Again რაც არის, ეგ კონცეფტი და მე ირანის სიდიადე უნდა აღვადგინო, ანუ ირანს გავხდიო ისევ ასეც Great Again, მოკლედ. და რეალურად ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რეზა ფეჰლევი დღის წესრიგში არის და ეს რა თქმა უნდა არის მათ შორის კოორდინირებული შეერთებულ შტატებთან, გვახსოვს მას ჰქონდა შეხვედრები მათ შორის შეერთებული შტატების სხვადასხვა წარმომადგენელთან და მაღალჩინოსანთან თავის დროზე. ხო და აქ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის ის ფაქტორი არის, ძვირფასო მაყურებლებო, რომ ერთი შეიძლება ეს ბანდარ აბასის დაკავების საკითხი იყოს, რომ მოამზადონ გარკვეულად მისთვის ასეთი ფუნდამენტი ასეთი ოპერაციისთვის და მისი შესვლისთვის. და მეორე საკითხი, რაც შესაძლოა ასევე იყოს აქტუალური და საინტერესო ჩვენთვის, ეს არის თავად თეირანში ოპერაციის წარმოება. დიახ, ძალიან ბევრისთვის ახლა ეს იქნება აღქმული როგორც საკმაოდ დაბალი ალბათობის მქონე და სარისკო იდეა, ანუ რასაც მე ვამბობ ახლა, მაგრამ როდესაც ვუყურებ რუკას, როდესაც ვუყურებ თავად თეირანს, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ თეირანი არის წარმოუდგენლად მსგავსი და მისი სტრატეგიული მათ შორის კომპონენტები წარმოუდგენლად მსგავსი იმისა, რაც იყო და არის ვენესუელაში. აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის შუაგულში, სადაც ძირითადი ოპერაცია გამართეს კონკრეტულად ამერიკელებმა, ასეთი აეროპორტი არის ასევე თეირანის ცენტრში და მისი დაკავება იქნებოდა პრაქტიკულად პლაცდარმის გახსნა თეირანში ქალაქში. შემდგომი ოპერაციებისთვის, მათ შორის დაკავებისთვის. ეს შეიძლება მოხდეს იმ პირობებით, თუ ამერიკას ყავს ვინმე დაეყოლება მოსაც მაინც ებრაელებს და ისრაელის დაზვერვას შიგნით სამხედრო ელიტაში, ვინც მხარს დაუჭერს გარკვეულწილად ასეთი აჯანყების პროცესისთვის. მეორე მხრივ, ეს გამოიწვევს ასევე აი მილიონი ჯარისკაცი ყავს, ხო თქვეს ირანიდან და მზად არიან ბრძოლისთვის, ამათ მოძრაობას, იმიტომ რომ ესენი იმალებიან დღეს რეალურად კონცენტრირებული არ არიან და ამიტომ დარტყმების განხორციელება ძალიან რთულია
შეიარაღებული ძალები არის დეცენტრალიზირებული, დაფარული ამ მომენტისთვის და თუ ასეთი პლაცდარმი შეიქმნება ორი სცენარი ვთქვით, ჩემი აზრით. გარდა იმისა, რაც ცნობილია, ხო, ხარგის კუნძული, ქეშმის კუნძული, ჰორმუზის სრუტე ეს ცნობილი სცენარებია. მე მაგას ვუმატებ ბანდარ აბასის სცენარს და თეირანის სცენარს. თეირანის სცენართან ერთად ასევე ქომის სცენარს. ქომში გეტყვით, რომ არის ბირთვული ის 400 კილოგრამი გამდიდრებული ურანი და ნუ ქომის მიმართულებით ოპერაციის წარმოება იქნებოდა ძალიან ლოგიკური. ცალკე ალბათ მარტო ქომის არისკო იქნებოდა, არ ვიცი. ეს უკვე იქ სადაზვერვო ინფორმაციიდან გამომდინარე უნდა იყოს ეს ანალიზი. ამიტომ ვფიქრობ, ქომის ოპერაცია შეიძლება იყოს პარალელური ოპერაცია, თუნდაც ბანდარ აბასის ან თეირანის ოპერაციებთან, თუ ასეთი იქნება. თეირანში ვფიქრობ, რომ ამასაც ამ ბანდარ აბასშიც ექნებოდა ეფექტი იმის, რომ ჯარი დაიწყებდა მოძრაობას და როგორც კი დაიწყებდა მოძრაობას, მერე უკვე უფრო მარტივი არის საერო დარტყმების მიყენება ამ კონკრეტულად ჯარის მიმართულებით. მოკლედ ასეთი არის სცენარები ამ მომენტისთვის, თუმცა კიდევ აღსანიშნავი არის ის, რომ გუშინდელი დღიდან ჰუსიტები უკვე ოფიციალურად მონაწილეობენ ომში. ძლივს მათთვის ძლივს, ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს, აქამდე ამდენი ერთი თვე არის და გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე ოფიციალურად, მაგრამ მე გეტყვით, ცხადია, რომ მიზეზები ნათელია. ირანი ცდილობდა ზეწოლას, რომ ჩაერთვეთ ომში და საკმარისია ესე გვერდით იყოთ ცალკე ჰეზბოლაჰის სცენარით, მაგრამ ჰუსიტები თავს იკავებდნენ. ნუ მიზეზს გეტყვით პირდაპირ ჩვენ ამას განვიხილავდით თქვენთან ერთად, საკმაოდ დეტალურად და აქედან გამომდინარე ჩვენ თქვენთან ერთად ვიცით ეს სცენარი. და ეს არის კონკრეტულად, ასე იგი, სომალილენდში ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარება და სომალილენდში საერო ძალებისთვის ბაზის გახსნა, ანუ ისრაელის არაოფიციალური ასეთი ბაზა გააჩნია მოსადს, საიდანაც დიდი ალბათობით ახლა დარტყმები დაიწყება სწორედ იემენის მიმართულებით. ანუ იემენის სიძლიერე იმაში იყო, რომ 2500 კილომეტრია ისრაელამდე და შორს არის და იქამდე ფრენებს ბევრი დრო უნდა, ბევრი ძალისხმევა უნდა და ასე შემდეგ და ამიტომ ისრაელისთვის რთული იყო მით უმეტეს ეს ფრონტი არის სხვა ფრონტი და როცა მთელი ავიაცია ჩართული არის ირანის წინააღმდეგ ფრონტში, რთულია აქედან ფრენების განხორციელება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად დღის წესრიგში ახლა იქნება სომალილენდიდან ამ ბაზის გამოყენება და ამიტომ იკავებდნენ თავს მოკლედ. მეორე მომენტი არის, რომ სავარაუდოდ ირანს ესმის, რომ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს წნეხი საერთაშორისო ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე და ჰორმუზის სრუტის დებლოკადის საკითხი ხო დგას, მაგრამ ბლოკირებული არის ჯერ კიდევ. გუშინ იყო რამდენიმე ტანკერის გასვლის მცდელობა და ირანელებმა დაარტყეს ამ რამდენიმე ტანკერს. მოკლედ მარტო შეთანხმებით ხდება პრაქტიკულად გასვლა ირანელ მხარესთან აქედან ტანკერების. მაგრამ მეორე არის ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც გადის სწორედ აი ამ იემენის ტერიტორიასთან ახლოს და სომალილენდის. და აკავშირებს რეალურად სუეცის არხით შემდეგ ევროპას, ინდოეთთან და ჩინეთთან. და ნუ ასე მსხვილ ეკონომიკებს ვამბობ, ხო, დანარჩენი გასაგებია ისედაც. აქ ჰორმუზის სრუტე არაფერ კავშირში არ არის, გარდა იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეს და სპარსეთის ყურესაც აკავშირებდა ევროპასთან. რეალურად ბაბ-ელ-მანდების ეფექტურად ჩაკეტვის შედეგად წნეხი საერთაშორისო ეკონომიკაზე ფასები ნავთობის და სხვა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ზოგადად ლოგისტიკა გართულდება. სწორედ ამიტომ ძვირფასო მაყურებლებო ვფიქრობ, რომ ეხლა ბაბ-ელ-მანდების მიმართულებით იქნება მცდელობა და სავარაუდოდ აქვე შემდეგ უკვე წამოვა ავიამზიდი კონკრეტულად ფორდი, რომელიც არის კუნძულ კრიტზე ბოლო ინფორმაციით საბერძნეთში და გადმოვა სავარაუდოდ სუეცის არხით და მოვა ბაბ-ელ-მანდების ყურეში. შეიძლება მიიღოს მონაწილეობა იქაც ოპერაციებში, იმიტომ რომ იქედან საფრთხე ემუქრება მათ შორის საუდის არაბეთს, რომელიც რეალურად ასევე ისედაც რთულ ვითარებაშია ირანის გამო და ეს უკვე გამოდის, რომ მეორე ფრონტი იხსნება საუდის არაბეთისთვის. გარდა ამისა, ვიცით, რომ მესამე ავიამზიდი ნამდვილად მოძრაობს რეგიონში, რეგიონისკენ
მოდის აქ და ეს არის სწორედ ჯორჯ ბუში, როგორც ვიცით. თუმცა ოფიციალური ინფორმაცია არ არის და ბუნებრივია, რომ არ არის. გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ დარტყმა იყო, ესე იგი, ბაზაზე, საუდის არაბეთში, ამერიკულ ბაზაზე და იქ გარკვეული ამერიკული რადარები, თვითმფრინავები გაანადგურეს ირანელებმა. ბაზაზე იდგა ეს თვითმფრინავები და სავარაუდოდ ეგ არის მიზეზი, რომ მარტივად შეძლეს. საერო თავდაცვა რატო ვერ იმუშავა, ეს ცალკე თემა, ალბათ ამაზე გარკვეულ ინფორმაციას მივიღებთ, თუმცა 100%-იანი საერო თავდაცვა არ არსებობს. მეორე მხრივ ირანელებმა ასევე დარტყმები მიაყენეს, ესე იგი, გაერთიანებულ არაბულ საამიროებზე, ისევე როგორც კატარზე და ქუვეითზე აგრძელებენ დარტყმებს და ომანზეც კი განახორციელეს მნიშვნელოვანი დარტყმა, ანუ ცდილობენ ისევ რეგიონის, ასე ვთქვათ, ცეცხლში მოხვევას. მეორე მხრივ, ამერიკელებმა დარტყმა მიაყენეს თეირანში უნივერსიტეტზე, სადაც სწავლა არ მიმდინარეობდა, სავარაუდოდ იქ არის ბირთვული მათ შორის მიმართულებით კვლევების ლაბორატორიები და ეს იქნებოდა სამიზნე. მოკლედ ამისა პასუხად ახლა ირანი ამბობს, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებს დაბომბავს რეგიონში. ეს მათ შორის მოიცავს გაერთიანებულ არაბულ საამიროებში არის აბუ-დაბიში ამერიკული უნივერსიტეტი. ძირითადი მოვლენები ასეთია ლიბანის მიმართულებით, ესე იგი, არის კიდევ საინტერესო განვითარება. გუშინ თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ არ დაგავიწყდეთო ეს ომი, ვინ დაიწყო და ისრაელმა დაიწყო. მერე დაამატა, რომ ეხლა ჩვენ არ დავუშვებთო, რომ ლიბანი გახადონ ისეთივე, როგორიც არის ღაზა. უკვე ხდება, რას გულისხმობ, ხო? ფიზიკურად იქ ტერორისტები აქტიურად იქედან ებრძვიან ისრაელს, დრონებს უშვებენ, რაკეტებს უშვებენ, სახმელეთო გარკვეული ბუნკერები და ტუნელების სისტემები აქვს და ასე შემდეგ და ისრაელი იქ რომ ბომბავს ამ ყველაფერს, ცხადია ნადგურდება შენობები და ასე შემდეგ. ანუ ღაზას ემსგავსება მაგ კუთხით, რომ განადგურებული შენობები. თურქეთი რომ ამბობს, რომ არ დავუშვებთ, ეს კიდევ ერთხელ უბრუნდება იმ საკითხს, რაც ჩვენ თქვენთან ერთად ბევრჯერ გავიხილეთ, რომ თურქეთი ცდილობს ლიბანში საკუთარი გავლენების გაზრდას და ეხლა რაღაც აჩვენებს, რომ ზრუნავს ლიბანზე კონკრეტულად და მათ უსაფრთხოებაზე. ხო, ლიბანში პრინციპში 900,000 ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი, ეხლა ამ რეგიონის დატოვება მოუწია. ეხლა მარტივი კითხვა არის, ხო, აი ძალიან პრიმიტიული კითხვა. რომ იქ ჰეზბოლაჰი არ ყოფილიყო ეხლა მაინც, ანუ არ ვამბობ ზოგადად, არ ჩასულიყო იქ აქტიურად და არ გამოეყენა ეგ ტერიტორია ისრაელზე თავდასხმის მიზნით, ისრაელი დაიწყებდა უბრალოდ იქ ომს, ბრძოლას, დარტყმებს, სახმელეთო ოპერაციას? არა, რა თქმა უნდა. შესაბამისად, აი მიზან-შედეგობრივი კავშირი არის მნიშვნელოვანი. იწყებენ ტერორისტები, ისრაელი პასუხობს, ზარალობს ხალხი, ამბობენ, რომ ისრაელი ბომბავს საწყალ ხალხს. სად არის ლოგიკა? იგივე ხდებოდა ღაზაში რეალურად. ანუ პრობლემის მიზეზი უნდა სწორად აქ დაფიქსირდეს და პრობლემის მიზეზი ლიბანის მიმართულებითაც არის ჰეზბოლაჰი. ტერორისტული ორგანიზაცია და თურქეთი თუ რა თქმა უნდა ამას არ ხედავს და ვერ ხედავს, იმიტომ რომ თურქეთს სხვა დღესასრიგი გააჩნია და ეს ჩვენთვის საკმაოდ გასაგებია, დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით. მოკლედ, გეტყვით ასევე, რომ რამდენიმე სცენარი არსებობს, მოკლედ და მინდა რომ ეს სცენარებიც გამოვკეთოთ. პირველი არის შეზღუდული რეიდები, ძალის დემონსტრაცია და ირანზე ზეწოლის მცდელობა, შესვლა-გამოსვლები, ასე ვთქვათ. მეორე სცენარი არის სტრატეგიული ესე იგი ობიექტების დაკავება, მათ შორის ხარგის კუნძულის, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის, შეიძლება იყოს სწორედ აი ამ გამდიდრებული ურანის და მესამე სცენარი არის ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა. ეს არის ამ სამხმელეთო ოპერაციის შედეგად ჩათრევა, შეიძლება ასე ვთქვათ, ამერიკის სახმელეთო ოპერაციაში კი არა და სახმელეთო ომში უკვე. და ამას ექნებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და სერიოზული შედეგები. სწორედ ამიტომ ეს ყველა სცენარი არის ახლა დღის წესრიგში და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში თქვენთან ერთად ვიხილავთ გარკვეულ კონკრეტულ სიახლეებს სახმელეთო ოპერაციის მიმართულებით. ვნახავთ სხვადასხვა ძალების კონცენტრაცია და ესე იგი მობილიზაცია რეგიონში გრძელდება და აშკარად რაღაცა იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო, შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.